მოგესალმებით ძვირფასებო. ნახოთ სად ბალანსირდებით, სად არა. ვიზი რამდენად რეზონირდება, ნახოთ ვიზი. ყავალოგია იქნება დღეს. როგორი კვირა იქნება, მეგობრებო, ეს კვირა, მომავალი, მომდევნო კვირა თქვენთვის. აქ უკვე ხედავ, რომ ორი გზა გაქვთ. ერთი ძალიან ემოციური, ერთი ძალიან მშვიდი. საკმაოდ ემოციური კვირა გელოდებათ, მინდა გითხრათ. განცდებით გზა და მშვიდი გზა. არჩევანზე იქნებით. ახლა ამ პერიოდში, როგორც ჩანს, რაღაცას ძალიან განიცდით, ემოციური ხართ, გადაღლილობა გაქვთ. რთული პერიოდია ბევრისთვის, გაშლა და ახლა ამ ეტაპზე ყავალოკიაც გვაქვს საჯარო ხოლმე. რაღაცას ძალიან ელოდებით, უკვე პიკია პროცესის და მალე ლოდინი მიჩანს, რომ დასრულდება. მატერიალურია, ფინანსურია თუ პირადია, ეს უკვე თქვენზეა და როგორც ჩანს, ბევრი წავა აი ამ რთული გზით. მაგრამ მაინც ინტუიციად თუ იგრძნობთ იმას, რომ ვარიანტი გამოსავალი გაქვთ კიდევ ერთი და ძალიან თქვათ იგრძნობა ეს ვარიანტი, ხო, გამოსავლის, მას იჯობია აირჩიოთ ის ვარიანტი პრობლემიდან გამოსავლის ვარიანტი, რომელიც არც ისე კარგად ჩანს, მაგრამ ეს მაინც არსებობს, ხო, თქვენს ამ ეტაპზე ემოციურ პროცესში. ორი არჩევანი გაქვთ. დაბალანსირება გჭირდებათ, მეგობრებო. ცოტა ხანი უნდა განმარტოვდეთ საერთოდ. თუ დაბალანსირდეთ. შესაძლოა ასე უფრო საკუთარ თავში ჩახმავდებით, გაუმკლავდებით დეპრესიებს, გაუმკლავდებით პრობლემებს, შიშებს, ემოციებს. ვიღაცა ადამიანის მოულოდნელი გამოჩენა იქნება და ეს გამოჩენა გაგახარებს ვიღაცის, ვისიც თავად კარმამ გასაღები ამ ადამიანთან, გაერთიანებს ამ ადამიანთან, თავად კარმა გაერთიანებს. ეს ადამიანი ძალიან მოულოდნელად გამოჩნდება, თქვენ ელოდებით მის გამოჩენას, აქ ჯვარია, საერთოდ იყო განულებული ყველაფერი, დაპაუზებული. ბევრთან ნახეთ, ბეჭედი დევს და დიდი მხრები აქვს მამაკაცს, შეიძლება მამაკაცია გათვლილი ახლა ეს ჭიქა. 4 რიცხვი და რიცხვი 17 და როგორც 7-იც ასე ჩანს. გამოჩნდება ადამიანი 7-ში ან 4-ში. ახლა პერიოდში ამბავს გაიგებთ, რომელიც აი დღე-დღეზე გასკდება. ამ ამბავს ელოდებით. დარწმუნდებით იმაში, რომ სწორად ფიქრობდით, რომ ეს ასე იყო სხვათა შორის. მე ვიცოდიო იტყვით, რომ ეს ასე იყო. ეს ამბავი მოვა თქვენ საკეთილდღეოდ და დადებითი იქნება და იმდენად დადებითი, საერთოდ არ ელოდებით ასე დადებით ამბავს. თქვენ უფრო გაძლიერებული ჩანხართ ამ ეტაპზე, ვიდრე იყავით. სავარაუდოდ რაღაცა გარკვეული სახის ალბათ გამოცდები, გაკვეთილები გაიარეთ ცხოვრებისეულები. ან მოგიწიეთ გასვლა და უფრო გაძლიერდით. მომავლისთვისაც გელოდებათ ძალიან დიდი ცვლილება და უფრო ძლიერდებით, მეგობრებო. უფრო ფეხზე დგებით. ან საერთოდ ფეხზეც და შეიძლება მანქანასაც ყიდულობდეთ. ბ-ასო, մ-ასო გაითვალისწინე, გრძნობები არის ბ-ასო, մ-ასო. გრძნობები ემოციები მოდის მამაკაცისგან, ბ-ასოზე და մ-ასოსგან. შეიძლება გაძლიერება მოდის თქვენი მოტივაცია ზუსტად სასიყვარულო ვარიანტების მხრიდანაც. ძალიან კარგი ხე გაქვთ ჭიქაში. დიდი ცვლილებების წინაშე დგახართ, კარმული ცვლილებებია, სადაც მართლა მოტივირდებით და სამყაროსგან იღებთ ძალიან დადებით ენერგიებს, რომლებსაც დიდი ხანია ელოდებით. თუ გაჩერებული იყავით ამ ენერგიებში, ნეგატივში, ცვლილებები ამ ეტაპზე უკვე
პერიოდი გაქვთ ამ ცვლილებების და ამ ეტაპზე ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია. ვინც ხართ წყვილში, მეგობრებო, ძალიან დიდი თვალებია თქვენზე. თქვენი წყვილი ძალიან ჰარმონიული წყვილია. ჰარმონია გაქვთ წყვილში. ერთმანეთს ხარს უჭერთ, როგორც ჩანს. ბევრს ეს აგიჟებს, ვინც ელოდებოდეთ სასიყვარულო ინფორმაციას. ერთად გატარებული ყოველი წამით, ტკბებით და ბევრი გიჟდება ამაზე. თქვენი გარშემოყოფებიდან გამომდინარე ჩანს. თქვენი კომპანია ერთმანეთის კომპანია, ერთმანეთთან ტკბებით და უფრო მარტივად რაღაცებს მაგალითად ერთად აკეთებთ, არ ვიცი. ან მოგიწევთ რაღაცის შექმნა ერთად. სულ რომ ტელევიზორს ერთად უყურებდეთ, აქ ხალხს აგიჟებთ, გიჟდება ხალხი ამაზე, რომ რანაირად არიან ასე ბედნიერად. ბევრი თვალია თქვენზე. უფრთხილდით ასო სს ქალს. უფრთხილდით ასო ი ქალს. ეხება პირადს, პირადურ ურთიერთობას. ან მესამე პირი ამ შეშნელი ფაქტორის პირია. ვისაც პრობლემები აქვს მეგობრებო ურთიერთობაში, მიეცით საშუალება იყოს ლიდერი ადამიანი. თქვენი მეწყვილე. პასუხისგებლობის გრძნობებით ასავსე ეს ადამიანი. ფეთქებადი ხასიათი აქვს ოღონდ. თქვენ ამბალანსირებთ მას, თუ ქალი ხართ. სიმშვიდეთ აბალანსირებთ. მშვიდობის მოყვარულობით ამბალანსირებთ. თქვენი დივიზი მასთან დაკავშირებით. შენ შეიძლება ყველაფერს გნიდე, მაგრამ მე ყველაფერს ვიცემ ბალანსს. ერთმანეთს უხდებით ვიტყოდი. გრძნობებს ხედავ მეგობრებო. უყვარ ხართ ამ პიროვნებას თუ ვინმეზე გქონდათ ჩაფიქრებული. თუ ეს პიროვნება მამაკაცია და ქალი მიყურებს, ეს მამაკაცი იდეალურია, ძალიან დამოუკიდებელია. არავის არ აძლევს საშუალებას თქვენზე ნეგატიურად ისაუბროს, იცით? არ აინტერესებს სხვისი აზრები, ნუ გგონიათ, რომ მას ამ ეტაპზე ვიღაცა მართავს, არავინ არ მართავს ამ ეტაპზე მას. თქვენი ურთიერთობა მისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და ამ ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს ადამიანი. თქვენ თავარია ერთმანეთთან გახსნილად იყავით, მეგობრებო, ძალიან დიდი წარმატება გაქვთ აქ. რაცაც საუბარი გნებავთ ხოლმე მასთან ისაუბრეთ და უფრო კარგად დაალაგდება თქვენი ურთიერთობა, უფრო გაარკვევთ. ვიხართ ერთმანეთისთვის ძალიან დიდი ასო ლუდგას საერთოდ აქ. ასო ტუც არის, ასო თუც არის. დგასოც ამოდის სასიყვარულო ურთიერთობებში. იდეალური ფონი გაქვთ ახლა ამ ეტაპზე, ახალი წლის ფონი, იდეალური ფონი და ძალიან კარგი კვირის ენერგიებში ხართ, ძვირფასებო. გავხსნათ. შეხვედრა ამოდის ორ წერტილში და ძალიან დიდი საჩუქრები ამოდის მეგობრებო. ბალანსირდებით ურთიერთობებში, ბალანსირდებით ნეგატივიდან გამოხვედით, ჩანს ბალანსირდებით ურთიერთობაში და ნახეთ რამხელა თეთრი კაბა გაცვიათ. წარმატებებს მიაღწევთ როგორც ჩანს. იმპერატორობის სტატუსში გადადიხართ. წარმატებები მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.